მოგესალმებით. დაშვებით წარისის პარკში, სადაც ჩვენმა ძალიან მაგარმა ადამიანმა და ჩვენმა ძალიან მაგარმა პატრიოტმა კაცმა ეს ტაძარი აღმოაჩინა რა. უფალმა მოიყვანა ამ ტაძრამდე და აქაურობა იყო ჩაფრული სულ ხეებში და უჩქნარში. არ ჩანდა ნორმალურად არაფერი და ეს აი დაახლოებით 50-ს კაცამდე ვართ შეკრებილები. დავასუფთავთ აქაურობას. დიდი სურვილი იქნება, რომ ეს 50 და 100 კაცი გამხდარიყოს 100,000 და ერთად აგვშენებინოს, ერთად გაგუკეთებინოს ეს წმინდა საქმე, რასაც საქვეყნო საერო საღვთო საქმე ქვია რა. და ყველას მოგიწოდებთ, რომ მობრძანდეთ და შემოუერთდეთ ამ კეთილ საქმეს. თითო კაცმა თითო აგური რო დადოს და ავაშენოთ ეს ტაძარი, გამიჯერეთ ჩვენი ქვეყანა ბევრად წინ იქნება რა. ჩვენ აქ ენთუზიაზმი და ქვეყნის სიყვარული, ღვთის სიყვარული და ჩვენი ერის სიყვარული თქოს მოსულები და მოგიწოდებთ ყველას რა შემოგვიერთდით. დავუდგეთ ერთმანეთს გორში და გავაკეთეთ ეს ძალიან მაგარი საქმე, იმიტომ რომ ამ ქვეყნის არც ერთი გორჯი, არც ერთი მიწა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა, ჩვენმა სარწმუნოებამ შემოგვინახა, არ უნდა ჩაუგდეთ არც ერთ ერს, არც ერთ ურჯულოს და არც ერთ სხვა ქვეყნის წარმომადგენელს რა. მით უმეტეს უსისხლოდ და ფულის ანაცვლოდ. ვიხაროთ ვეგრძელოთ და ძალა ერთობაშია. დიდება ჩვენს ქვეყანას, დიდება ჩვენს ერს, დიდება უფალს და უფალმა გაგვაძლიეროს, გაგვახაროს და გაგვამრავლოს. საღამო მშვიდობისა. თქვენ ხედავთ ვიკომებით წანის წებაში, სადაც გაწმენდით სამუშაოები ჩავატარეთ აქ არსებული მოწამეთა სახელობის ეკლესიისთვის. ეს ეკლესია არის აღსადგენი და თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ეს წანისის ველზე დაღუპული გმირებისადმი მიძღვნილი ეკლესია არის. ამიტომაც აქ არ არის მხოლოდ და მხოლოდ არაბული ქალაქების საწინააღმდეგოდ მიმართული კამპანია. ეს არის ნებისმიერი უცხო ტომელისთვის, რომელიც საქართველოს ცდილობს დაიმკვიდროს, ფეხი მოიკიდოს და ქართველისთვის შეუფერებელი საქციელები გააკეთოს. ამიტომაც ჩვენ ქართველებმა კეთილი უნდა ვინებოთ, ერთად დავდგეთ, ძალა ერთობაშია, მარტო იმას სუფრაზე არ ნიშნავს. საქმეშიც უნდა ვიყოთ ერთად და ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ამ ეკლესიის აღდგენასაც და საქართველოში ქართველების დაბრუნებასაც. მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ მეგობრები წანის პარკში. ჩვენ ნახეთ მიტოვებული ეკლესია, ეს კანისი მოგეხსენებათ, ამდენი წელი ახლოვია ჩვენ წინაპრების ამ გაწევის შედეგად დაჟე სადვალეები გვაქვს არის ნანახი. ესაა მიტოვებული ეკლესია, რომელიც აპირებენ არაბებზე გაყიდვას და შეხედეთ ესაა პატარა 60 თბილისის და რუსთავის ფილტვები. ჩვენ მოვედით, ეს იყო კავირანებული ეკლესია, მანამდე ვიდეოებიც იქვა, რაც დავდათ, ეს უკვე გალამაზებულია, გასუფთავებულია, ყველა სულავის ნოტი ისეთი ადამიანები შევიკრიბეთ, რომელიც დაიხვა ესე, ბევრმა არ ვიცნობთ ერთმანეთს, ისე შეხვდეთ ერთმანეთს. ხალხო სიცხვილია ამ ტერიტორიის, მით უმეტეს ეკლესიის. ამ ეკლესიის განიტის ომში დაღუპულების და ძალიან ბევრი მიცვალებულების სახელზე დაწყებული ეკლესია იყო, რომელიც 2020 წელს მოგონი გაჩერდა. რაღაცა მიზეზების გამო გაჩერდა და ავირანებული იყო და დავითლეთ მოუძრაობა და დავითლეთ გავაკეთეთ. ყველა თავრობასაც მოუწოდეთ. პატარა დაფიქრდით, ყველაფრის გაყიდვა არ შეიძლება თქვენ წინაპრებს. თქვენ შეიძლება სულად ღმერთი და სულად 64 მე მწამს და ამ წმენამ გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა. არა ფიზიკურად არ არსებობს, კანონში ფიზიკის კანონით არ არსებობს, რომ საქართველოს უნდა ეარსება. და ეს არის სასწაული კიდევ, რომ კიდევ გადარჩენილები ვარ და ფიზიკალობით დედის ტოლა ხალხი მოვიდა, ბებიის ტოლა ხალხი მოვიდა და ყველა მიიღო მონაწილეობა. მოგესალმებით, ვიმყოფებით წანისის პარკში, ეს ძალიან კარგი დღე იყო. დავასუფთავეთ ტაძრის როგორც შიდა ნაწილი, ისე მიმდებარე ტერიტორია, გარშემო. მე ბედნიერი ვარ დღევანდელი დღით, რომ დავინახე ქართველი ხალხის, ქართველი ადამიანების ერთობა, რაც ყველაზე სასიხარულოა. უამრავმა ახალგაზრდამ, უამრავმა კარგმა მამულიშვილმა მოიყარა აქ თავი და ჩვენ ამაზე არ გავჩერდებით, გვინდა ამ ტაძრის დასრულება, ტაძრისა, რომელიც არის მოწამეთა, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით უნდა აშენებულიყო და დიდი სურვილი გვაქვს და აუცილებლად ავაშენებთ ამ ტაძარს.